თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი განახლდა. Სხვამაზე დღეს პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. ბრალდების მხარეს 3 მოწმეს წარადგენს, მათ შორის არის ოლიგარქის წარმომადგენელი თემო ციკვაძე, რომელიც ამ წუთებში იკითხება. მან თავის Facebook პოსტში დაადასტურა გუშინ, რომ ივანიშვილმა სწორედ მისი ხელით ბაჩიაშვილს გაუგზავნა წერილი და მისგან კრიპტოვალუტა მოითხოვა. პროცესს თავად ბაჩიაშვილიც ესწრება. სხდომის დაწყებამდე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა ივანიშვილი მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ნათია ტრაპაიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება ამ წუთებში პროცესზე. გისმენ ნათია. პროცესი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. მომდევნო სხდომა ჩანიშნულია 29 იანვარს. დღეს პროკურატურამ დაასრულა იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ჰქონდა დღეისთვის დაგეგმილი და ეს იყო ძირითადად 3 მოწმე და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თეიმურაზ ციკვაძე. თუმცა ვიდრე მოგახსენებთ ამ პროცესის დეტალებს და თეიმურაზ ციკვაძის გამოკითხვის კონკრეტულ მიმართულებებს, გარეთ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ჩვენ რა თქმა უნდა ჩავწერეთ ყველა მხარე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელის და მთავარი შეკითხვა მასთან იყო ის წერილი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და სადაც როგორც ბაჩიაშვილი აფასებს, იყო კრიმინალური შოჩიკი მის წინააღმდეგ ჩართული და ითხოვდა ივანიშვილი კონკრეტულ კრიპტოვალუტას მისი თავისუფლების სანაცვლოდ. თეიმურაზ ციკვაძემ რა თქმა უნდა დაადასტურა, რომ ეს წერილი მან გაუგზავნა ბაჩიაშვილის იურის და რა თქმა უნდა ამ წერილის შინაარსი შედგენილი იყო ივანიშვილის მხრიდან, თუმცა ციკვაძე ამბობს, რომ ეს არ იყო რაიმე კრიმინალური გარიგება, ეს იყო უბრალოდ მორიგების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ბრალდებულს შესთავაზეს და ასევე მან თქვა, რომ თავად ბრალდებულის მხრიდანაც იყო გარკვეული მოლაპარაკებების შეთავაზების მცდელობა. ეს არ უარყო არც გიორგი ბაჩიაშვილმა და განმარტა კონკრეტულად რას ეხებოდა საქმე. ასევე ბაჩიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ივანიშვილი მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ხელმძღვანელობაში და როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, ყველა პირი, რომელიც ამ საქმეში ჩართულია სხვადასხვა სტატუსით, რა თქმა უნდა წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერი, მათ შორის ის თუ როგორ დასრულდება ეს სასამართლო განხილვა, დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე. მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას, ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება, ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა მორიგება მოხდარიყო მხარეებს შორის. ეს არ ხდება მხოლოდ როგორც კრიმინალური შოჩიკი. მე თქვენ თუ ნახეთ ჩემი განმარტება ამასთან დაკავშირებით, მე მგონი ძალიან მარტივად ახსენი ყველაფერი. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ესეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება პირიქით. კარგია, მიგვაჩნია რომ ჩვენი უფლებები არის შელახული, ჩვენი ბიტკოინები, უბრალოდ ჩემი მარწმუნებლის არის მითვისებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არავითარი კრიმინალური შოჩიკები არავისთვის არ აქვს ჩართული. გრაფიკი და ბიტკოინების ოდენობა ივანიშვილის განსაზღვრული იყო ბატონო. ნახეთ, გრაფიკი ვიშია რომ მე წარმომადგენელი ვარ ჩემი მარწმუნებლის და ჩვენი დაზარალებული მხარის პოზიცია გამოვხატე. რა თქმა უნდა რომ ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია იყო დაზარალებული. ბიძინა ივანიშვილი როდის დაიკითხება ჩემთვის უცნობია, მე როდის დავიკითხებოდი, ზუსტად ეგეც არ ვიცოდი. ამ მოვლენების შემსწრე არის თავად ბიძინა ივანიშვილი. ანუ მისი გამოკითხვა თქვენი სტრატეგიის მიხედვით რა ეტაპზეა და დაგეგმილი? ანუ მომდევნო სხდომაზე 29-ში ხო არ აპირებთ ბიძინა ივანიშვილის გამოძახებას? განმარტავ წინასწარ ბუნებრივია, ჩემთვისაც არ არის ცნობილი მარტო იმისგან გამომდინარე, რომ შეიძლება სხვადასხვა სტრატეგია ავირჩიო, მაგრამ განმეორდები და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც ფლობს არსებითი ხასიათის ინფორმაციას. შესაბამისად, ეს არის პასუხი. რატო არ დაიწყეთ? ის უფრო რელევანტური არ იყო, რადგან თავად დაზარალებულიც არის და ერთ-ერთი მთავარი მოწმე. განმეორდები, ჩემი პასუხი იქნება აბსოლუტურად იგივე. რაც შეეხება მოწმეების თუ მტკიცებულებების გამოკვლევის თანმიმდევრობას, ამას ვწყვეტ მე, ამას საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით. როდესაც პროკურორი აკეთებს განმარტებას, რომ იგი გადაწყვიტავს ვის და როდის მოიყვანს და ბიძინა ივანიშვილს, ეს რა თქმა უნდა არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი, იმიტომ რომ ბიძინა გადაწყვიტავს ამ სასამართლო პროცესში რას იზავს პროკურორი, რას იზავს მოსამართლე და როგორც ყველა სხვა პროცესში. როდესაც ადამიანის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა შეთხსული საქმის გარშემო. როდესაც ამ საქმეს კურირებს
სანქცირებული პროკურორი, სანქცირებული სასამართლო და ეს სანქცირებული პირი. და როდესაც ჩემს მიმართ იყენება ისეთი აღკვეთი ღონისძიებები, რომლებიც არანაირად არ არის დასაბუთებული არანაირ პირდაპირ მტკიცებულებაზე გარდა ივანიშვილის ზეპირი ჩვენების. ანუ ივანიშვილის ზეპირის ჩვენებით მე მაქვს დაყადაღებული მთელი ქონება, ვარ გამოსული გირაოთი და ივანიშვილი ამ დროს მიგზავნის წერილს, რომ თუ გინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდესო, გადამიხადე ამდენი ფულიო. ეს თუ არ არის გამოძალვა, არ ვიცი. ეს რაც შეეხება სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს, რაც სხდომა კი დღეს ტრადიციულად დაიწყო დილით 10-ის ნახევარზე და პირველივე მოწმე, რომელიც პროკურატურამ გამოკითხა, იყო ივანიშვილის წარმომადგენელი მიხეილ წიქვაძე. თავდაპირველად რაც ესე თვალშისაცემი იყო ის, რომ ივანიშვილის წარმომადგენელს ძალიან უჭირდა სხდომაზე მისი მარწმუნებლის სახელისა და გვარის ხსენება და მხოლოდ მოიხსენიებდა როგორც მარწმუნებელს. რა თქმა უნდა, დაკითხა ორივე მხარემ, პროკურატურას ძირითადად აინტერესებდა როგორ შედგა შეთანხმება ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის, რა იყო შეთანხმების საფუძველი, როგორ უნდა მომხდარიყო შემდეგ უკვე ამ თანხის მიიღება და მოგების გადახდა. რაც შეეხება დაცვას, თავიდან დაკითხვა მოწმის დაიწყო თავად გიორგი ბაჩიაშვილმა, მას აინტერესებდა კონკრეტულად ქონდა თუ არა სპეციალიზაცია სისხლის სამართლის, ანუ მონაწილეობა შეეძლო თუ არა ამ საქმეში და იყო თუ არა გარკვეული, ასევე აინტერესებდათ კონკრეტული დეტალები ამ მოლაპარაკებების, რადგან ამ გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ თავად მოწმე წაქაძე არ იყო უშუალო შემსწრე იმოვლენების, რომელზეც ის იკითხებოდა და ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან ყველაფერი იცოდა ან საქმის მასალებიდან, ან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მონათხრობით. თქვენ ზრდებით სისხლის სამართლის ექსპერტი, ან სისხლის სამართლის კვალიფიკაცია გააქვთ? მე ბატონო სამართლე ჩვენ მოწმის კვალიფიკაციას არ ვსაუბრობთ, თუ კითხვები არსებობს მის წარმომადგენლობაზე, ძალიან მარტივია ვისაუბროთ, მე მგონი აქსიომა არის, სხვა დანარჩენი კვალიფიკაციას საუბარი ძალიან არ სწორად მიმაჩნია. მოწმე ბატონი თეიმურაზ წიგვაძე წარმოდგენილი არის სასამართლოში როგორც დასაგებთა სიაში მითითებული პირი, რომელმაც განცხადებებით მიმართა კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს და ასე ვთქვათ, როგორც დაზარალებული წარმომადგენელი. ჩვენ მისი კვალიფიკაცია არ გვაინტერესებს. რაც ახსენეთ, რომელიმე უშუალო მოწმებს ზრდებით? ინფორმაცია როგორც განმარტე ბატონ პროკურორს როცა უპასუხე, წყარო ინფორმაციის მიღების თავდაპირველად იყო ჩემი მარწმუნებელი ჩემთვის ცხადია, იმიტომ რომ მე 2015 წელს თქვენთან და ჩემ მარწმუნებელთან ერთად იმ ოთახში არ ყოფილვარ და შემდგომ უკვე როდესაც გაიწყო გამოძიება და დაზარალებულად იყო ცნობილი ბატონი ბიზინა, გარკვეულ დოკუმენტებს რა თქმა უნდა მანამდეც ვიცნობდი, პირდაპირ მტკიცებულებებიდან გამომდინარე ამოვდივარ მე ჩემს პოზიციაში, კი ბატონო. ანუ დღეს თქვენ ჩვენებაში რას თქვით, ეს არის ყველაფერი ან ივანიშვილის მონაყოლი, ან თქვენი ანალიზი პროტესტი ბატონო სამართლე ძალიან მეორჯერ განმარტა, პირველ კითხვა შეგნებულად არ გავა პროტესტი, ბევრჯერ განმარტა. ამაზე პასუხი გაცემა. მოდიში რა ვუყურებთ, ალბათ პროტესტში გულისხმობს შეკითხვის გაგრიდებას, თუმცა შეკითხვა საკმაოდ ლოგიკური, ანუ ეკითხება ბრალდებული დაზარალებული წარმომადგენელს, რომ ეს ინფორმაცია, რაც ხო შესაძლებელია მას პირადად ქონოდა ვინ უგზავნოდა შემხებლობა და უშუალოდ იგივე მეორე მხარის მოწმეებთან, მხოლოდ ფურცლებიდან და მოყოლითიც ის თუ რაღაც სხვა ინფორმაცია აქვს, ეს კითხვა. პროტესტი არ უნდა დაგმაყოფილდეს და შეკითხვა უნდა დარჩეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ასე ვთქვათ, დაცვის მხარეს რომ უპასუხოთ. დღეს რაც ვილაპარაკე, აქ საიდან გამოვდივარ, როგორც მათ შორის ჩემი მარწმუნებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან, ასევე იმტკიცებულებებიდან, პირდაპირ იმტკიცებულებებიდან, რაც სისხლის სამართლის საქმეში არის. ხო ვერ გაიხსენებთ, როდის რა ვითარებაში სად მიიღეთ ეს ინფორმაცია? როდის რა ვითარებაში? აი მაგალითად ტელეფონით გიამბოთ, ეხა ძალიან დაკავებული ადამიანია, პირადად შეხვდით რაღაცა ონლაინ იყო ამ ინფორმაციის მიწოდება, შეიძლება მე მასთან მაკავშირებს ესეთი ნაცნობობას და ვიცნობ პირადად რა თქმა უნდა, მაგრამ ფორმატი, ანუ რაში მდგომარეობს კითხვის არსი, თქვა ტელეფონით მომაწოდა ეს ინფორმაცია. არა, თუ გახსოვთ უბრალოდ მე მაინტერესებს სხვადასხვა ფორმით რა, ალბათ კი. კი ბატონო, დაახლოებით რამდენჯერ შეხვდით, ეგ ხო არ გახსოვთ თუ იცნობდით? არა, არ მახსოვს დაახლოებით რამდენჯერ შეხვდით.
დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხა გენერალური პროკურატურის ორი გამომძიებელი, კონკრეტულად ისინი, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ საქმის გამოძიებაში და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება აქვთ ჩატარებული. მაგალითად, დღეს შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთის ჩვენებიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეზე ორჯერ არის გამოკითხული და ორივეჯერ იყო გენერალურ პროკურატურაში მისული. დღევანდელი სხდომა დასრულებულია, როგორც უკვე გითხარით, ის 29 იანვარს გაგრძელდება, ისევ პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით, თუმცა, რა თქმა უნდა, დღეს საქმის პროკურორს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვის მოიყვანენ 29-ში ჩვენების მისაცემა სასამართლოში.